განათლების საერთაშორისო ცენტრის სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო, უნგრული და ფრანგული სასტიპენდიო კონკურსების შედეგები უკვე ცნობილია. წელს უცხოეთში სწავლას 200-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს. 100-ზე მეტი ახალგაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 20-მდე სტუდენტი საფრანგეთის და საქართველოს ხელშეკრულების სასტიპენდიო პროგრამით. 12 სტუდენტი ამერიკა-საქართველოს ფულბრაითის პროგრამით დაფინანსდება. ხოლო 80 უნგრეთის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. სტუდენტებზე გრანტი კონკურსის წესით გაიცემა. გადაწყვეტილებას კი იღებს საკონკურსო კომისია, რომელიც არასამთავრობო სექტორის საჯარო უწყებების, პარტნიორი საელჩოების და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. წელს 200-მდე სტუდენტი შეირჩა განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორების დახმარებით. აქედან 100-მდე სტიპენდია მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით იქნება გაწეული. რაც შეეხება სხვა სასტიპენდიო სქემებს, სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო პროგრამებში, აქ იყვნენ ჩართული როგორც ჩვენი უნგრელი პარტნიორები, ასევე ჩვენი ფრანგი პარტნიორები. ფოკუსი არის იმაზე, რომ სტუდენტები, რომლებიც დაბრუნდებიან იქიდან, მათ გააგრძელონ აკადემიური მოღვაწეობა საქართველოში იმ თვალსაზრისით, რომ გაუზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება მათ, ასე ვთქვათ, მეგობრებს, კოლეგებს, ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელებში. პროცესი თავისთავად არის ძალიან გამჭვირვალე.